როცა პოლიციამ მედიას საძინებელში შევიდა, ტუმბოზე იპოვეს წერილი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმალებოდა. ამ წერილში კოტე მახარაძე თავის პირველ ცოლს უწერდა სიმართლეს, რომელიც არასოდეს გახდა საჯარო. ის ტიროდა ქაღალდზე და აღიარებდა, რომ სოფიკოსთან წასვლა არ იყო სიყვარული, არამედ გაქცევა საკუთარი სისუსტისგან. მაგრამ ეს წერილი არასოდეს გაიგზავნა. მედიამ იცოდა ამის შესახებ. თუ იგი ინახავდა ამ საიდუმლოს, რათა დაეცვა ადამიანი, რომელმაც გული გაუტეხა. რატომ ინახავდა ქალი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა უფლება შურისძიებისთვის, ამ დოკუმენტს თავის საწოლთან? ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც იცოდა ამ წერილის არსებობის შესახებ და რატომ დუმდა მთელი ეს წლები? მედია ჩახავა არ იყო უბრალოდ მიტოვებული ცოლი. იგი იყო ქალი, რომელიც იცოდა როგორ უნდა ეტარებინა თავისი ტკივილი ისე, რომ არავის მიეცა საშუალება დაენახა მისი ცრემლები. თბილისის თეატრალურ წრეებში მას უწოდებდნენ ქვის ქალბატონს, მაგრამ ეს არ იყო სიცივე, ეს იყო ძალა, რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტად ძლიერ ქალებს გააჩნიათ. როცა 1965 წელს კოტე მახარაძემ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ტოვებდა ოჯახს სოფიკო ჭიაურელის გამო, მთელმა საქართველომ დაელოდა სკანდალს. ყველა ელოდა, რომ მედია გამოვიდოდა ჟურნალისტების წინაშე, ტიროდა, ბრალდებოდა, ამხელდა. მაგრამ მედიამ გააკეთა რაღაც, რაც არავის მოელოდა, დადუმდა. არა სისუსტით, არამედ იმ ღირსებით, რომელიც უფრო ხმამაღლა ყვიროდა ყოველი სიტყვაზე. მედიას დუმილი იყო ყველაზე ხმამაღალი პასუხი. მაგრამ რა ფასი გადაუხადა მან ამ დუმილისთვის? რა ხდებოდა იმ კედლების უკან, სადაც არავინ ხედავდა? როგორ ატარებდა ქალი, რომელსაც ქმარი მიატოვა ქვეყნის ყველაზე ლამაზი და ცნობილი მსახიობის გამო, თავის დღეებს? მეზობლები იხსენებენ, რომ მედიას ფანჯრებში შუქი იწვოდა გვიან ღამემდე. ისინი ამბობდნენ, რომ ხშირად ესმოდათ ფორტეპიანოს ხმა, მედია უკრავდა შოპენის ნოქტიურნებს, იმავე მელოდიებს, რომლებსაც კოტე უყვარდა. ეს იყო მისი გზა ტკივილის გადატანისა. თუ იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა კავშირი ადამიანთან, რომელიც აღარ იყო მასთან. მედიას ისტორია იწყება არა იმ დღით, როცა კოტე წავიდა, არამედ იმ დღით, როცა მან გადაწყვიტა დარჩენილიყო. დარჩენილიყო არა როგორც მსხვერპლი, არამედ როგორც ქალი, რომელსაც ჰქონდა არჩევანი და აირჩია ღირსება შურისძიების ნაცვლად. მაგრამ ეს არჩევანი არ იყო მარტივი. თბილისის თეატრალურ სამყაროში, სადაც ყველას იცნობდა, სადაც ჭორები ვრცელდებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე ცეცხლი მშრალ ტყეში, მედიას უწევდა ყოველდღიურად შეხვედროდა ადამიანებს, რომლებიც იცოდნენ მისი ტრაგედია. ყოველდღიურად უწევდა ღიმილი, როცა შიგნით იშლებოდა. 1965 წლის გაზაფხულზე, როცა თბილისი ყვავილობდა და ქალაქი ცოცხლდებოდა ახალი სიცოცხლით, მედიას სახლში იყო ზამთარი. მან იცოდა, რომ რაღაც ხდებოდა. კოტე ბრუნდებოდა გვიან, მისი თვალები იყო სადღაც შორს მისი აზრები სხვა სამყაროში. მედია არ იყო ბრმა ქალი. იგი იყო ჭკვიანი, განათლებული, დახვეწილი ქალბატონი, რომელიც კითხულობდა ადამიანებს ისე, როგორც სხვები კითხულობენ წიგნებს. მაგრამ იცოდა თუ არა, რომ ის სხვა ქალი იყო სოფიკო ჭიაურელი. იცოდა თუ არა, რომ მისი მეტოქე იყო არა უბრალოდ ლამაზი ქალი, არამედ ლეგენდა, ხატი, ქალი, რომელსაც მთელი საქართველო თაყვანს სცემდა. როცა სიმართლე გახდა საჯარო, მედიას მეგობრები მოვიდნენ. ისინი მოვიდნენ თანაგრძნობით, რჩევებით, წყევლებით კოტეს მისამართით. მაგრამ მედიამ გააკეთა რაღაც, რაც შეაშფოთა ყველა, დაიცვა კოტე. ის არის კარგი ადამიანი, ამბობდა იგი მშვიდად, თითქოს საუბარი არ ეხებოდა მამაკაცს, რომელმაც გაანადგურა მისი ცხოვრება. ის უბრალოდ შეუყვარდა, ეს სიტყვები იყო უფრო მძიმე, ვიდრე ყველაზე ხმამაღალი ყვირილი. ეს იყო პატიება, რომელიც არავის ელოდა. მაგრამ იყო თუ არა ეს ნამდვილი პატიება? თუ ეს იყო ნიღაბი, რომელიც მედიამ აიღო, რათა გადაერჩინა საკუთარი ღირსება. 30 წლის შემდეგ, როცა მედია ჩახავა უკვე იყო ხანდაზმული ქალბატონი, ერთმა ახალგაზრდამ ჟურნალისტმა გაბედა და სთხოვა ინტერვიუ. ეს იყო პირველი და ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც მედიამ მისცა თავისი ცხოვრების შესახებ. ამ ინტერვიუში, რომელიც ჩაიწერა მაგნიტოფონზე და რომელიც დღემდე ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში, მედია საუბრობს არა როგორც მსხვერპლი, არამედ როგორც ქალი, რომელმაც გაიარა ცეცხლი და გამოვიდა არა დამწვარი, არამედ გამხდარი. ყველა მეკითხება როგორ ავიტანე, ამბობს მედია მშვიდი, თითქოს დაღლილი ხმით. მაგრამ არავინ მკითხავს, რატომ ავირჩია ამის ატანა. ეს იყო პირველი ჩანიშვნა იმისა, რომ მედიას დუმილი არ იყო სისუსტე, არამედ სტრატეგია. ინტერვიუში მედია ყვება დეტალს, რომელიც არასოდეს ყოფილა საჯარო. იმ საღამოს, როცა კოტე მოვიდა და უთხრა, რომ ტოვებდა, მედია იჯდა სამზარეულოში და სვამდა ჩაის. იგი არ ტიროდა. არ ყვიროდა.
არ ესროლა ჩიქები. იგი უბრალოდ ისმენდა. კოტე ელოდა რეაქციას, ელოდა სკანდალს, ელოდა რომ მედია მოითხოვდა ახსნა განმარტებას, ბრალდებოდა, ევედრებოდა. მაგრამ მედიამ მხოლოდ ჰკითხა, შენ ბედნიერი იქნები, კოტე დაბნეულ მოუპასუხა, არ ვიცი, მედიამ კიდევ ერთხელ ჩაასხა ჩაი, დალია და თქვა, მაშინ წადი და გაიგე. მე აქ ვიქნები. ეს იყო ყველაზე ძლიერი მომენტი მთელ ამ ტრაგედიაში. მედიამ არ შეეცადა შეენარჩუნებინა ქმარი. იგი არ ევედრებოდა, არ ემუქრებოდა, არ მანიპულირებდა. იგი უბრალოდ გაუშვა. მაგრამ ეს გაშვება არ იყო დამარცხება. ეს იყო ძალა, რომელიც მხოლოდ ქალს, რომელსაც აქვს სრული კონტროლი საკუთარ თავზე, შეუძლია გამოიჩინოს. მედია იცოდა, რომ თუ ადამიანი გინდა წავიდეს, შენ ვერ შეაჩერებ. და თუ შეაჩერებ, ის დარჩება არა შენთან, არამედ შენს გვერდით, მაგრამ გულით სხვაგან. მაგრამ რა ხდებოდა მედიას გულში? რა ხდებოდა იმ ღამეებში, როცა იგი მარტო რჩებოდა იმ დიდ ცარიელ სახლში, სადაც ყველა ნივთი ახსენებდა კოტეს? მეზობლები ყვებიან, რომ პირველი თვის განმავლობაში მედია არ გამოსულა სახლიდან. მისი და ნანა, რომელიც მასთან ცხოვრობდა, ყიდულობდა საჭმელს და ამბობდა, რომ მედია ავად იყო. მაგრამ ეს არ იყო ფიზიკური ავადმყოფობა. ეს იყო სულის ავადმყოფობა, რომელსაც არ აქვს სახელი და რომლისთვისაც არ არსებობს წამალი. მედია კარგავდა წონაში, მისი თმა იწყებდა ნაცრისფრად გადაქცევას, მისი თვალები, იმ თვალები, რომლებიც ოდესღაც ანათებდნენ სიცოცხლით, ხდებოდნენ ცარიელი. მაგრამ მედიას ჰყავდა საიდუმლო იარაღი. იგი ჰყავდა შვილი, გოგონა, რომელიც იმ დროს იყო 14 წლის. ეს გოგონა, რომელიც ხედავდა დედის ტკივილს, მაგრამ არასოდეს ესმოდა მისგან ერთი ცუდი სიტყვა მამის მისამართით, გახდა მედიას მიზეზი გაგრძელებისთვის. მედია იცოდა, რომ თუ ის ჩამოიშლებოდა, თუ ის დაკარგავდა თავის ღირსებას, თუ ის გახდებოდა მწარე და შურის მაძიებელი ქალი, მისი ქალიშვილი ზრდებოდა იმ რწმენით, რომ ქალის ღირსება დამოკიდებულია მამაკაცზე. და მედია არ უნდოდა ეს. იგი უნდოდა, რომ მისმა ქალიშვილმა ენახა, რომ ქალის ძალა არის არა იმაში, თუ როგორ ინარჩუნებს მამაკაცს, არამედ იმაში, თუ როგორ ინარჩუნებს საკუთარ თავს. ამიტომ მედია ადგა. იგი ადგა არა იმიტომ, რომ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ უნდა იყო. იგი დაიბანა, ჩაიცვა, გავიდა სახლიდან და დაბრუნდა თავის ცხოვრებაში. იგი დაბრუნდა თეატრში, სადაც მუშაობდა კოსტიუმების დიზაინერად. იგი დაბრუნდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იცნობდნენ მის ისტორიას და ელოდნენ, რომ ნახავდნენ მას დამსხვრეულს. მაგრამ მედია არ იყო დამსხვრეული. იგი იყო შეცვლილი, მაგრამ არა დამსხვრეული. და ეს იყო ის, რაც შეაშფოთა ყველა. როგორ შეეძლო ქალს, რომელსაც ქმარი მიატოვა ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალის გამო, ეტარებინა თავი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? მაგრამ რაღაც მაინც ხდებოდა. მედიას კოლეგები იხსენებენ, რომ იგი ხშირად იდგა ფანჯარასთან და უყურებდა ქუჩას, თითქოს ელოდა ვიღაცას. ხშირად, როცა თეატრში რეპეტიციები მიმდინარეობდა და სცენაზე სოფიკო ჭიაურელი დგომოდა, იმავე სოფიკო, რომელმაც წაართვა ქმარი, მედია ჩუმად გადიოდა დარბაზში და უყურებდა. არა სიძულვილით. არა შურით. არამედ რაღაც უცნაურით, თითქოს ცდილობდა გაეგო რა ჰქონდა ამ ქალს, რაც მას არ ჰქონდა. რა იყო ის, რაც კოტემ ნახა სოფიკოში და ვერ ნახა მასში? 1967 წლის ზამთარში, ზუსტად 2 წლის შემდეგ განქორწინების შემდეგ, მედიას სახლში მოვიდა ვიღაც. ეს იყო გვიან საღამო, თოვდა და თბილისი იყო დაფარული თეთრი საბნით. მედია იჯდა კამინთან და კითხულობდა წიგნს, როცა კარზე დააკაკუნეს. როცა მან გააღო კარი, სღურბლზე იდგა კოტე მახარაძე. იგი იყო სველი თოვლისგან, მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი თვალები წითელი. მედია არაფერი თქვა. იგი უბრალოდ გადადგა გვერდზე და კოტე შევიდა. ისინი იჯდნენ კამინთან მთელი ღამის განმავლობაში. კოტე საუბრობდა. იგი საუბრობდა თავისი ცხოვრების შესახებ სოფიკოსთან, თავისი ბედნიერების შესახებ, მაგრამ აგრეთვე თავისი ტკივილის შესახებ. იგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ სოფიკო იყო ქარიშხალი, ხოლო მედია იყო მშვიდი ნავსაყუდელი. იგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ის არჩია ქარიშხალი, რადგან ეშინოდა მშვიდობის. მედია ისმენდა. იგი არ აწყვეტინებდა, არ აკრიტიკებდა, არ ამხელდა. იგი უბრალოდ ისმენდა, როგორც ისმენს ძველი მეგობარი, რომელსაც აღარ აქვს რა დაკარგოს. როცა კოტე დაამთავრა, მან ჰკითხა, შენ მძულ ხარ? მედიამ გაიღიმა, ეს იყო პირველი ნამდვილი ღიმილი 2 წლის განმავლობაში და უპასუხა, არა. მე შენ გიყვარდი. და სიყვარული არ იცვლება სიძულვილად. ის უბრალოდ იცვლება რაღაც სხვად. კოტემ ჰკითხა,
რად მედიამ უპასუხა, მოგონებათ ეს იყო მომენტი, როცა კოტე მახარაძემ გააცნობიერა რა დაკარგა. იგი დაკარგა არა უბრალოდ ცოლი, არამედ ქალი, რომელსაც შეეძლო უყვარდეს მისი ყველა ნაკლი და მაინც არ მიეტოვებინა. მაგრამ ეს ვიზიტი არ იყო დასასრული. კოტე დაბრუნდა. იგი დაბრუნდა არა როგორც ქმარი, არამედ როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა ის მშვიდობა, რომელიც მხოლოდ მედიას შეეძლო მიეცა. და მედია მიიღებდა მას. ყოველ ჯერზე, როცა კოტეს ცხოვრება სოფიკოსთან ხდებოდა ძალიან ინტენსიური, ძალიან ხმაურიანი, ძალიან დამღლელი, იგი მოდიოდა მედიასთან. და მედია იყო იქ. არა როგორც მეორე არჩევანი, არამედ როგორც უსაფრთხო ნავსაყუდელი. ეს იყო უცნაური ურთიერთობა, რომელსაც არავინ ესმოდა. ადამიანები ამბობდნენ, რომ მედია იყო სისულელე, რომ იგი იყო სუსტი, რომ იგი იყო ქალი, რომელსაც არ ჰქონდა თვითპატივისცემა. მაგრამ ისინი არ იცოდნენ სიმართლე. მედია არ იყო სუსტი. იგი იყო ძლიერი იმ გზით, რომელიც მხოლოდ ქალებს ესმით. იგი იცოდა, რომ შური არის შხამი, რომელიც კლავს არა იმას, ვისთვისაც არის განკუთვნილი, არამედ იმას, ვინც სვამს მას. იგი იცოდა, რომ სიძულვილი არის ტვირთი, რომელიც ატარებს მხოლოდ ის, ვინც ატარებს მას. და იგი არ უნდოდა ეტარებინა ეს ტვირთი. მაგრამ იყო თუ არა ეს ნამდვილი პატიება? თუ ეს იყო რაღაც სხვა? მედიას ახლო მეგობარი, რომელიც საუბრობდა ანონიმურად 1990-იან წლებში, ამბობდა, მედია არასოდეს აპატია კოტეს. იგი უბრალოდ გადაწყვიტა, რომ არ დახარჯავდა თავის ენერგიას სიძულვილზე. ეს არის განსხვავება. პატიება ნიშნავს, რომ შენ ავიწყდება. მედია არასოდეს დაავიწყდა. იგი უბრალოდ აირჩია წინსვლა, ეს იყო ის, რაც მედიას გახადა ლეგენდა. არა მისი ტკივილი, არამედ მისი არჩევანი არ დაეტოვებინა ამ ტკივილმა. მედიას ისტორია არის ისტორია არა მიტოვებული ქალის შესახებ, არამედ ქალის შესახებ, რომელმაც აირჩია ღირსება შურისძიების ნაცვლად. მაგრამ ეს არჩევანი მოვიდა ფასად. მედია არასოდეს დაქორწინდა ხელახლა. იგი არასოდეს ჰქონია სხვა ურთიერთობა. იგი ცხოვრობდა მარტო თავის დიდ სახლში, თავის მოგონებებთან, თავის ღირსებასთან. ადამიანები ამბობდნენ, რომ იგი ელოდა კოტეს დაბრუნებას. მაგრამ ისინი ცდებოდნენ. მედია არ ელოდა არავის. იგი უბრალოდ ცხოვრობდა თავის ცხოვრებას იმ გზით, რომელიც მან აირჩია, ღირსეულად, მშვიდად, ჩუმად. მაგრამ რა იყო იმ წერილში, რომელიც იპოვეს მის საძინებელში? რა წერდა კოტე? რატომ არასოდეს გაიგზავნა ეს წერილი? და რატომ ინახავდა მედია მას თავის საწოლთან 30 წლის განმავლობაში? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, მედია ჩახავას ისტორია არის ისტორია ქალის ძალის შესახებ, ძალის, რომელიც არ ყვირის, არამედ დუმს. ძალის, რომელიც არ ანადგურებს, არამედ აშენებს. ძალის, რომელიც არ შურს იძიებს, არამედ პატიობს. ან მაინც ცდილობს. თბილისის რუსთაველის თეატრის გარდერობში, სადაც მედია მუშაობდა კოსტიუმების დიზაინერად, ინახებოდა ძველი ხუთი, რომელსაც არავის ჰქონდა უფლება შეეხო. ეს ხუთი იდგა უმაღლეს თაროზე, დაფარული მტვრით და დავიწყებით, მაგრამ მედია იცოდა მისი არსებობის შესახებ და ყოველ საღამოს, როცა ყველა მსახიობი და თანამშრომელი მიდიოდა სახლში, იგი რჩებოდა მარტო და იღებდა ამ ყუთს. შიგნით იყო არა ძვირფასი ნივთები, არა ფული, არა დოკუმენტები, შიგნით იყო ფოტოები. ფოტოები, რომლებზეც მედია და კოტე იყვნენ ახალგაზრდები, ბედნიერები, შეყვარებულები. ფოტოები, რომლებზეც ისინი იყვნენ ოჯახი. ფოტოები, რომლებზეც კოტე უყურებდა მედიას ისე, როგორც მამაკაცი უყურებს ქალს, რომელიც არის მისი მთელი სამყარო. მედია იღებდა ამ ფოტოებს და უყურებდა მათ საათობით, ხოლო მისი თვალებიდან ჩუმად მოედინებოდა ცრემლები, რომლებსაც არავინ ხედავდა. ეს იყო მისი საიდუმლო რიტუალი, მისი გზა იმის გასათავისუფლებლად, რაც დღის განმავლობაში აგროვებდა შიგნით. მაგრამ ერთ საღამოს, როცა მედია კვლავ იჯდა იმ ცარიელ გარდერობში და უყურებდა ფოტოებს, კარი გაიღო და შემოვიდა ადამიანი, რომელსაც მედია არ ელოდა, შემოვიდა სოფიკო ჭიაურელი. სოფიკო იდგა ზღურბლზე, მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი თვალები სავსე რაღაც უცნაურით, რაც არ იყო სიამაყე, არც გამარჯვება, არამედ იყო დაღლილობა და რაღაც, რაც ჰგავდა სინანულს. მედიამ სწრაფად ჩაიდო ფოტოები ყუთში, მაგრამ სოფიკომ უკვე ნახა. მე არ მოვედი იმისთვის, რომ გაგაბრაზო, თქვა სოფიკომ ჩუმად, თითქოს ეშინოდა საკუთარი ხმის. მე მოვედი იმისთვის, რომ თქვა რაღაც, რაც უნდა მეთქვა დიდი ხნის წინ, მედია არაფერი თქვა.
იგი უბრალოდ იჯდა და უყურებდა ქალს, რომელმაც წაართვა ქმარი, ქალს, რომელიც იყო ლეგენდა, ხატი, ქალს, რომელსაც მთელი საქართველო თაყვანს სცემდა. სოფიკო მოვიდა უფრო ახლოს და დაჯდა მედეას გვერდით იმავე სკამზე, სადაც მედეა ყოველ საღამოს იჯდა თავის მარტოობაში. მე ვიცი, რას ფიქრობ ჩემზე, განაგრძო სოფიკომ, მისი ხმა იყო დაბალი და დაძაბული. ფიქრობ, რომ მე ვარ ის ქალი, რომელმაც გაანადგურა შენი ცხოვრება. ფიქრობ, რომ მე ვარ მტაცებელი, რომელმაც წაართვა რაც შენი იყო. მაგრამ მე მინდა იცოდე სიმართლე. მე არ მინდოდა შეყვარებოდა კოტე. მე ვცდილობდი არ შემეყვარებინა. მაგრამ სიყვარული არ არის რაღაც, რასაც შენ აკონტროლებ. ის არის რაღაც, რაც აკონტროლებს შენ. მედეა კვლავ დუმდა, მაგრამ მისი თვალები, რომლებიც ყოველთვის იყო მშვიდი და კონტროლირებადი, ახლა იყო სავსე რაღაც ახლით, არა სიძულვილით, არამედ ინტერესით. რა უნდოდა ამ ქალს? რატომ მოვიდა აქ? რატომ ახლა, ამდენი წლის შემდეგ? სოფიკომ ამოიღო ჩანთიდან კონვერტი და გადასცა მედეას. ეს არის წერილი, რომელიც კოტემ დამიწერა 2 წლის წინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ვიყავით ერთად, მაგრამ ის უკვე იწყებდა მოდიოდა შენთან ღამით. მე ვიცოდი ამის შესახებ. მე ყოველთვის ვიცოდი. და ამ წერილში ის მწერს, რომ შენ ხარ ერთადერთი ქალი, რომელსაც ის ნამდვილად უყვარდა. რომ მე ვარ მისი ვნება, მაგრამ შენ ხარ მისი სახლი. მედეა აიღო კონვერტი დამძიმებული ხელებით და გახსნა. შიგნით იყო რამდენიმე გვერდი, დაწერილი კოტეს ხელით, იმავე ხელით, რომელიც ოდესღაც წერდა მედეასთვის სიყვარულის წერილებს. მედეა კითხულობდა და მისი სახე რჩებოდა უძრავი, მაგრამ მისი ხელები კანკალებდნენ. წერილში კოტე წერდა, სოფიკო არის ცეცხლი, რომელიც მწვავს. მედეა არის წყალი, რომელიც მაცხოვნებს. მე ვირჩევ ცეცხლს, რადგან მე მშიერი ვარ სიცოცხლისთვის, მაგრამ ვიცი, რომ ეს ცეცხლი ერთ დღეს დამწვავს მთლიანად. და როცა ეს მოხდება, მე ვიცი, რომ მედეა იქნება იქ, არა იმიტომ, რომ მე ამას დავიმსახურე, არამედ იმიტომ, რომ ის არის ქალი, რომელსაც აქვს გული, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ჩემი ყველა ცოდვა. მედეამ დაასრულა კითხვა და ჩუმად დახურა წერილი. იგი უყურებდა სოფიკოს და პირველად ამ ყველა წლის განმავლობაში, პირველად ამ მთელი ტკივილის შემდეგ, მედეამ ნახა სოფიკო არა როგორც მტერი, არამედ როგორც ქალი, რომელიც ასევე იყო ტყვე იმავე ვნებისა, რომელმაც გაანადგურა მათი ორივეს ცხოვრება. რატომ მომეცი ეს? ჰკითხა მედეამ საბოლოოდ, მისი ხმა იყო მშრალი და უემოციო. სოფიკომ ჩაიცინა მწარედ და უპასუხა, იმიტომ რომ მე მინდა იცოდე, რომ მე არ ვარ გამარჯვებული. მე არ მოვიგე კოტე. მე უბრალოდ ვიყავი ადგილი, სადაც ის გაიქცა საკუთარი შიშებისგან. მაგრამ შენ ყოველთვის იყავი მისი სახლი. და სახლი არის ის, სადაც ადამიანი ბრუნდება, როცა სამყარო ხდება ძალიან ცივი. ეს იყო აღიარება, რომელსაც მედეა არასოდეს ელოდა. ეს იყო სიმართლე, რომელიც აძლევდა მედეას რაღაც, რაც მას არ ჰქონდა ამდენი წლის განმავლობაში, დადასტურებას, რომ მისი სიყვარული არ იყო უსარგებლო, რომ მისი ღირსება არ იყო სისუსტე, რომ მისი არჩევანი არ დარჩენილიყო შურისძიებაში იყო სწორი. მაგრამ იყო თუ არა ეს საკმარისი? იყო თუ არა ეს ის, რაც მედეას სჭირდებოდა გასაგებად, რომ მისმა ტკივილმა ჰქონდა მნიშვნელობა? თუ ეს იყო მხოლოდ კიდევ ერთი ნაწილი იმ თავსატეხში, რომელსაც მედეა ცდილობდა ამოეხსნა მთელი ეს წლების განმავლობაში, თავსატეხი იმის შესახებ, თუ რატომ ტოვებენ ადამიანები იმათ, ვინც მათ უყვართ, და რატომ რჩებიან ისინი, ვინც მათ ტოვებენ. 1970-იან წლებში, როცა საქართველოში ყველაფერი იცვლებოდა და ძველი წესები ინგრევა ახალი იდეების ქვეშ, მედეა ჩახავა გახდა რაღაც, რაც არავინ მოელოდა. იგი გახდა მრჩეველი ქალებისთვის, რომლებიც გადიოდნენ განქორწინებას. ეს არ იყო ოფიციალური როლი, არ იყო სამსახური, არ იყო რაიმე, რისთვისაც მედეას ეხტიდნენ ფულს. ეს იყო უბრალოდ რაღაც, რაც მოხდა ბუნებრივად, როგორც მდინარე, რომელიც პოულობს თავის გზას ქვების გარშემო. ქალები, რომლებიც იცოდნენ მედეას ისტორია, რომლებიც ხედავდნენ, როგორ გადარჩა იგი იმას, რაც უნდა გაენადგურებინა, იწყებდნენ მოსვლას მასთან. ისინი მოდიოდნენ ღამით ჩუმად, თითქოს ეშინოდათ, რომ ვინმე ნახავდა მათ და ისხდნენ მედეას სამზარეულოში, სვამდნენ ჩაის და ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს ღალატის, მიტოვების, ტკივილის შესახებ. მედეა ისმენდა. იგი ისმენდა ისე, როგორც მხოლოდ ადამიანი, რომელმაც თავად გაიარა ეს ყველაფერი, შეუძლია მოისმინოს. იგი არ აძლევდა რჩევებს, არ ამბობდა რა უნდა გაეკეთებინათ, არ ამხელდა მათ ქმრებს. იგი უბრალოდ ისმენდა და ბოლოს, როცა ქალი ამთავრებდა თავის ისტორიას და უყურებდა მედეას მოლოდინით, მედეა ამბობდა მხოლოდ ერთ რამეს, შენ გადარჩები. არა იმიტომ, რომ ეს ადვილია, არამედ იმიტომ, რომ შენ არ გაქვს სხვა არჩევანი. და როცა გადარჩები, შენ იქნები უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე ყოფილხარ.
ეს იყო მარტივი სიტყვები, მაგრამ ისინი იყო სიტყვები, რომლებიც მოდიოდა ადამიანისგან, რომელმაც იცოდა რას ნიშნავდა ეს. მაგრამ იყო ერთი ქალი, რომელიც მოვიდა მედიასთან და რომლის ისტორიამ შეაშფოთა თავად მედია. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, 30 წლის, ლამაზი, განათლებული, რომელსაც ქმარი ტოვებდა სხვა ქალის გამო. მაგრამ ეს ქალი არ ტიროდა. იგი არ იყო გატეხილი. იგი იყო გაბრაზებული. იგი იჯდა მედიას სამზარეულოში და ამბობდა, მე მინდა შური ვიძიო. მე მინდა გავანადგურო ის ქალი, რომელმაც წაართვა ჩემი ქმარი. მე მინდა გავანადგურო ის თავად. მე მინდა რომ მათ იგრძნონ ის, რაც მე ვგრძნობ. მედია უსმენდა ამ სიტყვებს და პირველად ამდენი წლის განმავლობაში, პირველად მას შემდეგ, რაც კოტე წავიდა, მედია მიგრძნო შიში. შიში არა ამ ქალის გამო, არამედ შიში იმის გამო, რაც ხედავდა ამ ქალში, ხედავდა საკუთარ თავს, ხედავდა იმას, რაც შეეძლო გამხდარიყო, თუ აირჩევდა სხვა გზას. მედიამ ჩაასხა ჩაი ამ ქალს და თქვა რაღაც, რაც არასოდეს უთქვამს არავისთვის, მე გესმის. მე ვიცი რას გრძნობ. მე ვიცი რომ შიგნით შენ გაქვს ცეცხლი, რომელიც უნდა გაანადგურო ყველაფერი. მაგრამ მე ასევე ვიცი რომ ეს ცეცხლი გაანადგურებს პირველ რიგში შენ. შური არის შხამი, რომელსაც შენ სვამ, მაგრამ ელოდები რომ სხვა მოკვდება. ეს არ მუშაობს ასე. თუ შენ აირჩევ შურს, შენ აირჩევი ცხოვრო დანარჩენი ცხოვრება იმ ადამიანთან, რომელმაც გაგაბრაზა. შენ აირჩევ მისცე მასწავლა შენზე მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. ახალგაზრდა ქალი უყურებდა მედიას და მისი თვალებში ჩანდა ბრძოლა, ბრძოლა სიძულვილსა და გაგებას შორის. მაგრამ როგორ? ჰკითხა ქალმა საბოლოოდ, მისი ხმა იყო დამსხრეული. როგორ შემიძლია არ ვიძიო შური? როგორ შემიძლია უბრალოდ გაუშვა და წავიდე? მედიამ ჩაიცინა მწარედ და უპასუხა, მე არ ვამბობ რომ ეს ადვილია. მე არ ვამბობ რომ შენ არ იქნები ბრაზიანი. მე არ ვამბობ რომ შენ არ იტირებ ღამით, როცა არავინ გხედავს. მე ვამბობ რომ შენ აირჩიო არ დაუშვა ამ ბრაზმა და ამ ტკივილმა განსაზღვროს ვინ ხარ. შენ აირჩიო იყო უფრო დიდი ვიდრე ის, რაც მოგემართა. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც მედიამ ისწავლა ყველაზე რთულად გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ღირსება არის არა ის, რაც გაქვს, როცა ყველაფერი კარგად არის, არამედ ის, რაც ინარჩუნებ, როცა ყველაფერი ინგრევა. ახალგაზრდა ქალი წავიდა იმ საღამოს და მედიამ არ იცოდა, აირჩია თუ არა მან მისი რჩევა. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მედიამ მიიღო წერილი. ამ წერილში ახალგაზრდა ქალი წერდა, მე ვცადე. მე ვცადე არ ვიძიო შური. ეს იყო ყველაზე რთული რამ, რაც ოდესმე გამიკეთებია. მაგრამ ახლა როცა ვუყურებ უკან, მე ვხედავ რომ თუ მე ავირჩევდი შურს, მე დავკარგავდი არა მხოლოდ ჩემს ქმარს, არამედ ჩემს თავს. და მადლობა შენ, მე ვიცი რომ მე ღირს უფრო მეტი ვიდრე ეს. მედიამ წაიკითხა ეს წერილი და პირველად ამდენი წლის განმავლობაში იგი იგრძნო რომ მისმა ტკივილმა ჰქონდა მიზანი. რომ მისმა არჩევანმა არ დარჩენილიყო შურის ძიებაში არ იყო უსარგებლო. რომ იგი შეეძლო გამოეყენებინა თავისი გამოცდილება, რათა დაეხმარა სხვა ქალებს. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მედიას საკუთარი ტკივილი გაქრა. ეს არ ნიშნავდა, რომ იგი აღარ ტიროდა ღამით. ეს არ ნიშნავდა, რომ იგი აღარ ინახავდა იმ ფოტოებს თავის საიდუმლო ყუთში. ეს უბრალოდ ნიშნავდა, რომ მედიამ იპოვა გზა, რათა თავისი ტკივილი გადაექცია რაღაც მნიშვნელოვანში. იგი იპოვა გზა, რათა თავისი ნაწიბური გადაექცია სიბრძნედ, რომელსაც შეეძლო გაეზიარებინა სხვებთან. და ეს იყო ის, რაც მედიას გახადა არა მხოლოდ გადარჩენილი, არამედ გმირი იმ ქალებისთვის, რომლებიც გადიოდნენ იმავე ტკივილს. მაგრამ რა ფასი გადაუხადა მედიამ ამ როლისთვის? რა ფასი გადაუხადა იმისთვის, რომ ყოფილიყო ის ქალი, რომელთანაც სხვები მოდიოდნენ თავიანთი ტკივილით? როგორ ატარებდა იგი არა მხოლოდ საკუთარ ტკივილს, არამედ ასევე სხვა ქალების ტკივილს? და იყო თუ არა ეს მისი გზა საკუთარი ტკივილისგან გაქცევისა, არა შურის ძიებით, არამედ სხვების დახმარებით. 1995 წელს, ზუსტად 20 წლის შემდეგ განქორწინების შემდეგ, მედია ჩახავა მიიღო ტელეფონის ზარი, რომელსაც არასოდეს ელოდა. ეს იყო ზარი საავადმყოფოდან. ხმა მეორე მხარეს იყო ექიმის ხმა, რომელიც ამბობდა, რომ კოტე მახარაძე იყო საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა იყო სერიოზული და ის ითხოვდა მედიას. არა სოფიკოს, არა თავის შვილებს, არა თავის მეგობრებს, ის ითხოვდა მედიას. მედია იდგა თავის სამზარეულოში, ხელში ტელეფონის მილით და გრძნობდა, როგორ ჩერდებოდა დრო. 20 წელი. 20 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც კოტე წავიდა. 20 წელი, რომლის განმავლობაშიც მედია ცხოვრობდა თავის ცხოვრებას, აშენებდა თავის ღირსებას, ეხმარებოდა სხვა ქალებს. და ახლა 20 წლის შემდეგ კოტე კვლავ მას ეძახდა.
მედიამ ჩაიცვა თავისი საუკეთესო კაბა, არა იმიტომ, რომ უნდოდა გამოეჩინა, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ქალი, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებდა ღირსებას, მიუხედავად გარემოებებისა. იგი წავიდა საავადმყოფოში და როცა შევიდა იმ პალატაში, სადაც კოტე იცვა, დაინახა ადამიანი, რომელიც აღარ იყო ის ძლიერი, ლამაზი, ქარიზმატული მამაკაცი, რომელიც ოდესღაც იყო. კოტე იცვა საწოლში, მისი სახე იყო ფერმკრთალი და გამხდარი, მისი თვალები ჩაძირული, მაგრამ როცა მან დაინახა მედია, ამ თვალებში გაანათდა რაღაც, რაც ჰგავდა შვებას. შენ მოხვედი, თქვა კოტემ სუსტი ხმით. მე ვიცოდი, რომ მოხვალდი. მედია მივიდა საწოლთან და დაჯდა სკამზე, რომელიც იდგა კოტეს გვერდით. იგი არ ეხებოდა მას, არ იღებდა მის ხელს, არ ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. იგი უბრალოდ იჯდა და უყურებდა ადამიანს, რომელმაც ოდესღაც იყო მისი მთელი სამყარო და რომელმაც შემდეგ გახდა მისი ყველაზე დიდი ტკივილი. რატომ მე? ჰკითხა მედიამ საბოლოოდ. რატომ მე მოუწოდე და არა სოფიკო? კოტემ ჩაიცინა მწარედ და უპასუხა, იმიტომ რომ სოფიკო არ იცის, როგორ უნდა იყოს ადამიანთან, რომელიც კვდება. იგი იცის, როგორ უნდა იყოს ადამიანთან, რომელიც ცოცხლობს, რომელიც ბრწყინავს, რომელიც არის ვარსკვლავი. მაგრამ შენ იცი, როგორ უნდა იყოს ადამიანთან, რომელიც უბრალოდ არის ადამიანი. ეს იყო აღიარება, რომელიც მედიას არასოდეს ესმოდა. ეს იყო სიმართლე, რომელიც კოტემ ინახა 20 წლის განმავლობაში და რომელსაც ახლა, თავისი ცხოვრების ბოლოს, საბოლოოდ ამბობდა. მედია იჯდა და გრძნობდა, როგორ იძრებოდა რაღაც მის გულში, არა სიყვარული, არც სიძულვილი, არამედ რაღაც, რაც იყო უფრო ღრმა და უფრო რთული, იყო გაგება. გაგება იმისა, რომ ადამიანები არიან რთული, რომ სიყვარული არის რთული, რომ ცხოვრება არის რთული და რომ ზოგჯერ არ არსებობს მარტივი პასუხები. კოტე და მედია იჯდნენ იმ პალატაში საათობით. ისინი საუბრობდნენ თავიანთი ცხოვრების შესახებ, თავიანთი არჩევნების შესახებ, თავიანთი შეცდომების შესახებ. კოტე ამბობდა მედიას იმის შესახებ, თუ როგორ ინანებდა, რომ წავიდა, მაგრამ ასევე იმის შესახებ, რომ არ ინანებდა სოფიკოსთან ყოფნას, რადგან ეს იყო გამოცდილება, რომელიც მას სჭირდებოდა, რათა გაეგო ვინ იყო. მედია ამბობდა კოტეს იმის შესახებ, თუ როგორ ატარებდა ტკივილს, მაგრამ ასევე იმის შესახებ, რომ ეს ტკივილი გახადა იგი ის, ვინც ახლა იყო ძლიერი და მოუკიდებელი ქალი, რომელმაც იცოდა თავისი ღირებულება. როცა მედია ტოვებდა საავადმყოფოს იმ საღამოს, კოტემ დაიჭირა მისი ხელი და თქვა, მადლობა, მედიამ ჰკითხა, რისთვის? კოტემ უპასუხა, იმისთვის, რომ არ გამანადგურე, როცა შეგეძლო. იმისთვის, რომ არ გახდი მწარე, როცა ყველა უფლება გქონდა ამისა. იმისთვის, რომ დარჩი ის, ვინც ყოველთვის იყავი, ყველაზე კარგი ადამიანი, რომელიც ოდესმე შემხვედრია, მედიამ გაიღიმა, ეს იყო ნამდვილი ღიმილი, არა ნიღაბი და უპასუხა, მე არ გავაკეთე ეს შენთვის. მე გავაკეთე ეს საკუთარი თავისთვის. რადგან მე ვიცოდი, რომ თუ მე გავხდებოდი ადამიანი, რომელიც შურს იძიებს, მე დავკარგავდი არა მხოლოდ შენ, არამედ საკუთარ თავს. მედია გავიდა საავადმყოფოდან და იცოდა, რომ ეს იყო ბოლო ჯერზე, როცა ხედავდა კოტეს ცოცხალს. იგი იცოდა, რომ მისი ისტორია კოტესთან მთავრდებოდა არა სიყვარულით, არც სიძულვილით, არამედ გაგებით. გაგებით იმისა, რომ ზოგჯერ ადამიანები გვტოვებენ არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად კარგები, არამედ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ რაღაც სხვა. და ეს არის კარგი. რადგან ჩვენ ასევე ვიმსახურებთ იყოთ ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ ზუსტად ის, რაც ჩვენ ვართ. მედია ჩახავას ისტორია არის ისტორია არა მიტოვებული ქალის შესახებ, არამედ ქალის შესახებ, რომელმაც აირჩია ღირსება შურისძიების ნაცვლად. მაგრამ ეს ასევე არის ისტორია იმის შესახებ, რომ ღირსება არის არა ის, რაც გაქვს, როცა ყველაფერი კარგად არის, არამედ ის, რაც ინარჩუნებ, როცა ყველაფერი ინგრევა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ პატიება არის არა სისუსტე, არამედ ძალა. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ზოგჯერ ყველაზე ძლიერი რამ, რაც ქალს შეუძლია გააკეთოს, არის არა ბრძოლა, არამედ გაშვება. მაგრამ რა მოხდა მედიასთან კოტეს გარდაცვალების შემდეგ? როგორ განაგრძო იგი თავისი ცხოვრება? და იყო თუ არა ის ბედნიერი საბოლოოდ? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ კიდევ უნდა გაიცეს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, მედია ჩახავა იყო ქალი, რომელმაც აჩვენა მთელ საქართველოს, რომ ღირსება არის არა ის, რაც გაქვს, როცა ყველაფერი კარგად არის, არამედ ის, რაც ინარჩუნებ, როცა ყველაფერი ინგრევა. და ეს არის გაკვეთილი, რომელიც ყოველმა ქალმა უნდა ისწავლოს. თბილისის ძველ უბანში, სადაც ვიწრო ქუჩები ჰგავს ლაბირინთს და სახლები ერთმანეთს ეხებიან ისე მჭიდროდ, რომ მეზობლები იციან შენი ცხოვრება უკეთ ვიდრე შენ თვითონ, ინახებოდა დღიური, რომელსაც არავინ უნდა წაეკითხა. ეს დღიური ეკუთვნოდა მედიას უახლოეს მეგობარს, ქალს, რომელიც ცხოვრობდა მის გვერდით 30 წლის განმავლობაში და რომელიც იცნობდა ყველა საიდუმლოებას, რომელსაც მედია მალავდა სამყაროსგან.
ამ დღიურში, რომელიც აღმოაჩინეს 1996 წელს, დაწერილი იყო ჩანაწერი, რომელიც ცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცოდით მედეას შესახებ. ჩანაწერი 1970-იანი წლებიდან ამბობდა, დღეს მედეამ მითხრა რაღაც, რაც არასოდეს უთქვამს არავისთვის. იგი მითხრა, რომ ის არასოდეს აპატია კოტეს. იგი მითხრა, რომ ყოველ ღამე, როცა ის მარტო რჩება, ის წარმოიდგენს, როგორ უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება, თუ კოტე არ წავიდოდა. იგი მითხრა, რომ ის ატარებს ნიღაბს ღირსების, მაგრამ ამ ნიღბის ქვეშ არის ქალი, რომელიც ჯერ კიდევ სისხლდება, რატომ მალავდა მედეა ამ სიმართლეს. რატომ აჩვენებდა სამყაროს ერთ სახეს, ხოლო თავის უახლოეს მეგობარს სრულიად სხვას. და რა ხდებოდა იმ ღამეებში, როცა ნიღაბი იხდიდა და რჩებოდა მხოლოდ ქალი თავისი ტკივილით. მედეას მეგობარი წერდა დღიურში, რომ ხშირად ღამის 2 საათზე ისმოდა ხმაურები მედეას სახლიდან, არა ტირილი, არა ყვირილი, არამედ რაღაც უფრო საშინელი, დუმილი, რომელიც იყო ისეთი მძიმე, რომ თითქოს თავად ჰაერი ხდებოდა სქელი და შეუსუნთქავი. იგი წერდა, რომ ზოგჯერ გადადიოდა მედეას ფანჯრის ქვეშ და ხედავდა, როგორ იჯდა მედეა იატაკზე, ჩაკრული, ხელები თავზე მოხვეული, და რხეოდა წინ და უკან, თითქოს ცდილობდა დაემშვიდებინა საკუთარი თავი, როგორც დედა ამშვიდებს ტირილით აღელებულ ბავშვს. ეს იყო მედეა, რომელსაც არავინ ხედავდა, არა ძლიერი, არა ღირსეული, არა ქალი, რომელიც აპატია და წავიდა წინ, არამედ ქალი, რომელიც ჯერ კიდევ იყო მოხვეული იმ ღამის ტკივილში, როცა კოტე უთხრა, რომ ტოვებდა. მედეას მეგობარი აღწერდა ერთ კონკრეტულ ღამეს, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდა. ეს იყო ღამე 1969 წლის გაზაფხულზე, როცა თბილისში იყო ის განსაკუთრებული სითბო, რომელიც აძლევს ადამიანებს იმედს, რომ ყველაფერი შეიძლება განახლდეს. მედეას მეგობარი გაიღვიძა ღამის შუაში უცნაური ხმაურისგან, ეს იყო ხმა, რომელიც მოდიოდა მედეას ეზოდან. როცა იგი გავიდა აივანზე, დაინახა მედეა, რომელიც იდგა თავის ბაღში, ხელში ფოტოების დიდი ხუთით და წვავდა მათ ერთ-ერთად. ცეცხლი ანათებდა მედეას სახეს და ამ შუქში მისი სახე ჰგავდა ნიღბს, უძრავი, უემოციო, თითქოს ქვისგან გამოკვეთილი. მაგრამ მისი ხელები კანკალებდნენ, როცა იგი აგდებდა ფოტოებს ცეცხლში, ფოტოებს, სადაც იყო იგი და კოტე, ფოტოებს მათი ბედნიერი წლებიდან, ფოტოებს, რომლებიც იყო ერთადერთი მატერიალური მტკიცებულება იმისა, რომ ოდესღაც ისინი იყვნენ ბედნიერები. მედეას მეგობარი ჩუმად ჩამოვიდა ეზოში და მივიდა მედეასთან. რატომ? ჰკითხა იგი მხოლოდ. მედეამ არ შეაჩერა ფოტოების წვა, არ შეხედა მეგობარს, უბრალოდ განაგრძო თავისი საქმე და თქვა ხმით, რომელიც იყო ისეთი მშვიდი, რომ ეს სიმშვიდე თავისთავად იყო საშინელი, იმიტომ რომ მე მინდა დავივიწყო. მე მინდა დავწვა ყველაფერი, რაც მახსენებს იმას, რაც ოდესღაც ვიყავი. მე მინდა დავიწყო თავიდან როგორც ადამიანი, რომელსაც არ აქვს წარსული, მაგრამ როცა ბოლო ფოტო დაიცვა და ცეცხლი დაიწყო ჩაქრობა, მედეა ჩამოჯდა იატაკზე, მოიკრიფა ფერფლი, რომელიც დარჩა იმ ფოტოებისგან და დაიწყო ტირილი, არა ხმამაღლა, არა ისტერიულად, არამედ ჩუმად, ისე ჩუმად, რომ მხოლოდ მისი მხრების წრწოლა მიუთითებდა იმაზე, რომ იგი ტიროდა. მე ვერ ვივიწყებ, თქვა მედეამ საბოლოოდ. მე ვცდილობ, მაგრამ ვერ ვივიწყებ. ეს იყო ის ღამე, როცა მედეას მეგობარმა გააცნობიერა, რომ ყველაფერი, რასაც მედეა აჩვენებდა სამყაროს, ღირსება, ძალა, პატიება, იყო არა სიმართლე, არამედ გადარჩენის მექანიზმი. მედეა არ იყო ქალი, რომელმაც აპატია და წავიდა წინ. იგი იყო ქალი, რომელიც ყოველდღიურად ებრძოდა საკუთარ ტკივილს და ყოველდღიურად ირჩევდა არ დაეტოვებინა ამ ტკივილმა. ეს იყო არა ძალა, რომელიც მოდიოდა ბუნებით, ეს იყო ძალა, რომელიც მედეა აშენებდა ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, როცა ის ირჩევდა ადგომას, როცა უნდოდა დარჩენილიყო იატაკზე. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლო ადამიანს ამის გაკეთება? რამდენ ხანს შეეძლო ქალს ეტარებინა ნიღაბი, რომელიც იყო ისეთი მძიმე, რომ თავად ნიღაბი ხდებოდა ტვირთი უფრო დიდი ვიდრე ტკივილი, რომელსაც ის მალავდა? 1997 წელს, როცა საქართველო გადიოდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს თავის ისტორიაში, როცა ქვეყანა იყო გაყოფილი, როცა ადამიანები კარგავდნენ სახლებს, სამსახურებს, იმედს, მედეა ჩახავა, გააკეთა რაღაც, რაც შეაშფოთა ყველას. ვინც მას იცნობდა, იგი გაიხსნა თავისი სახლის კარი და დაიწყო იმ ქალების მიღება, რომლებსაც არ ჰქონდათ სად წასვლა. ეს არ იყო თავშესაფარი ოფიციალური გაგებით, ეს იყო უბრალოდ სახლი, სადაც ქალები, რომლებიც გადიოდნენ განქორწინებას, რომლებიც კარგავდნენ ყველაფერს, რომლებიც იყვნენ გატეხილები და დაკარგულები, შეეძლოთ მოსულიყვნენ და დარჩენილიყვნენ, სანამ არ იპოვიდნენ ძალას კვლავ დადგომისთვის. მედეას სახლი გახდა ადგილი, სადაც ქალები სწავლობდნენ, როგორ გადარჩენილიყვნენ ღირსეულად. მაგრამ იყო ერთი ქალი, რომელიც მოვიდა მედეასთან და რომლის ისტორიამ შეცვალა რაღაც თავად მედეაში. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, 25 წლის, რომელსაც ქმარი არა მხოლოდ მიატოვა, არამედ ასევე ცემდა, აკნინებდა, ანადგურებდა ფსიქოლოგიურად.
ეს ქალი მოვიდა მედიასთან ღამის შუაში, სახე-სისხლში, თვალები შეშინებული და თქვა მხოლოდ ერთი რამ: მე მინდა მოვკვდე. მედიამ შეიყვანა ეს ქალი თავის სახლში, დაბანა მისი ჭრილობები, ჩააცვა სუფთა ტანსაცმელი და მთელი ღამის განმავლობაში იჯდა მის გვერდით, ხელი მხარზე მოკიდებული და არაფერი არ ამბობდა, უბრალოდ იყო იქ, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი ქარიშხალში. დილით, როცა ახალგაზრდა ქალი გაიღვიძა, მედია უკვე იყო სამზარეულოში და ამზადებდა საუზმეს. ისინი იჯდნენ მაგიდასთან და ჭამდნენ ჩუმად, სანამ ახალგაზრდა ქალმა არ ჰკითხა: როგორ გააკეთე შენ ეს? როგორ გადარჩი, როცა ყველაფერი ინგრეოდა? მედიამ ჩაასხა ჩაი და თქვა რაღაც, რაც არასოდეს უთქვამს არავისთვის ასე პირდაპირ: მე არ გადავრჩი. მე ვცხოვრობ. ეს არის განსხვავება. გადარჩენა ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ არ კვდები. ცხოვრება ნიშნავს, რომ შენ ირჩევ რაღაცას უფრო მეც, ვიდრე უბრალოდ არსებობა. და მე ყოველდღიურად ვირჩევ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გადარჩენა ჩანს უფრო ადვილად. ახალგაზრდა ქალი დარჩა მედიასთან 2 კვირის განმავლობაში. ამ 2 კვირის განმავლობაში მედიამ არ უთხრა მას რა უნდა გაეკეთებინა, არ მისცა რჩევები, არ უთხრა რომ უნდა დაეტოვებინა ქმარი ან დაბრუნებულიყო მასთან. იგი უბრალოდ აჩვენა მაგალითით, აჩვენა როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც აირჩია ღირსება. ყოველ დილას მედია იღვიძებოდა 6 საათზე, აბანდა, იცვამდა, აკეთებდა თმას, იხატებოდა, არა იმიტომ რომ ელოდა ვიღაცას, არამედ იმიტომ რომ ის აკეთებდა ამას საკუთარი თავისთვის. იგი მიდიოდა სამსახურში, ბრუნდებოდა სახლში, ამზადებდა სადილს, კითხულობდა წიგნებს, ულიდა თავის ბაღს. იგი ცხოვრობდა სრულყოფილ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ იყო მარტო. ახალგაზრდა ქალი აკვირდებოდა მედიას და ნელ-ნელა იწყებდა გაგებას. იგი იწყებდა გაგებას, რომ ქალის ღირსება არ არის დამოკიდებული მამაკაცზე, რომელიც არის მის გვერდით. ქალის ღირსება არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ეპყრობა იგი საკუთარ თავს. და მედია ეპყრობოდა საკუთარ თავს როგორც დედოფალს, არა იმიტომ, რომ ჰქონდა გვირგვინი, არამედ იმიტომ, რომ ჰქონდა თვითპატივისცემა. მეორე კვირის ბოლოს ახალგაზრდა ქალმა უთხრა მედიას: მე მზად ვარ წავიდე. მე მზად ვარ დავიწყო ჩემი ცხოვრება. მედიამ ჰკითხა: შენ დაბრუნდები მასთან? ქალმა უპასუხა: არა. მე წავალ, მაგრამ არა მასთან. მე წავალ საკუთარ თავთან. ეს იყო მომენტი, როცა მედიამ გააცნობიერა, რომ მისმა ტკივილმა, მისმა გამოცდილებამ, მისმა არჩევანმა არ დარჩენილიყო შურისძიებაში ჰქონდა მნიშვნელობა არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა ქალებისთვის. იგი გააცნობიერა, რომ მისი ისტორია შეეძლო გამხდარიყო შთაგონება, გზამკვლევი, შუქი იმ ქალებისთვის, რომლებიც იყვნენ იმავე ბნელ გვირაბში, სადაც ოდესღაც იყო თავად. და ეს აძლევდა მედიას რაღაცას, რაც მას არ ჰქონდა ამდენი წლის განმავლობაში, აძლევდა მიზანს. მისი ტკივილი აღარ იყო უსარგებლო. მისი ტკივილი გახდა ხიდი, რომელზეც სხვა ქალები შეეძლოთ გადასულიყვნენ უფრო ნათელ მხარეს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მედია კვლავ იყო მარტო. იგი კვლავ ატარებდა თავის ტკივილს, თავის მოგონებებს, თავის რათულებს. იგი კვლავ იყო ქალი, რომელიც ღამით ტიროდა, როცა არავინ ხედავდა. მაგრამ ახლა მას ჰქონდა რაღაც, რაც აძლევდა ძალას განეგრძო, ჰქონდა იმედი, რომ მისმა ტკივილმა შეეძლო დაეხმარა სხვებს არ განეცადათ იგივე. და ზოგჯერ ეს იმედი იყო საკმარისი, რათა გაეგრძელებინა კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი კვირა, კიდევ ერთი წელი. 2002 წელს, ზუსტად 27 წლის შემდეგ კოტეს გარდაცვალების შემდეგ, მედია ჩახავა მიიღო მოულოდნელი ვიზიტი. ეს იყო ქალი, რომელსაც მედია არ იცნობდა, მაგრამ ეს ქალი იცნობდა მედიას, იცნობდა მის ისტორიას, მის ტკივილს, მის არჩევანს. ეს ქალი იყო ჟურნალისტი, რომელიც წერდა წიგნს ქართველ ქალებზე, რომლებმაც შეცვალეს საზოგადოება არა ხმაურით, არამედ ჩუმი ძალით. და იგი უნდოდა ჩაეწერა მედიას ისტორია. მედიამ პირველად უარი თქვა. ჩემი ისტორია არ არის საინტერესო, თქვა მედიამ. ეს არის უბრალოდ ისტორია ქალის შესახებ, რომელსაც მიატოვეს და რომელმაც გადარჩა. ასეთი ისტორიები ათასობითაა. მაგრამ ჟურნალისტმა არ დანებდა. იგი ბრუნდებოდა კვლავ და კვლავ და ყოველ ჯერზე ამბობდა: თქვენი ისტორია არ არის მხოლოდ გადარჩენის შესახებ. ეს არის ისტორია არჩევანის შესახებ. არჩევანის შესახებ იყო ღირსეული, როცა სამყარო გაძლევს ყველა მიზეზს გახდე მწარე. და ეს არის ისტორია, რომელიც სჭირდება ყველა ქალს, რომელიც ახლა გადის იმავე გზას, რომელზეც თქვენ იყავით. საბოლოოდ, ერთ საღამოს, როცა მედია იჯდა თავის ბაღში და უყურებდა მზის ჩასვლას, იგი გადაწყვიტა. გადაწყვიტა, რომ დროა ეთქვა სიმართლე, არა მთელი სიმართლე, არა ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ სისხლდებოდა, არამედ ის ნაწილი, რომელიც შეეძლო დაეხმარა სხვებს. ინტერვიუ გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში.
მედია საუბრობდა თავისი ცხოვრების შესახებ, თავისი ქორწინების შესახებ კოტესთან, იმ დღის შესახებ, როცა კოტემ უთხრა, რომ ტოვებდა იმ წლების შესახებ, რომლებიც მოჰყვა. იგი საუბრობდა თავისი ტკივილის შესახებ, მაგრამ ასევე თავისი არჩევანის შესახებ. არჩევანის შესახებ არ დარჩენილიყო შურისძიებაში, არჩევანის შესახებ არ გამხდარიყო მწარე, არჩევანის შესახებ გაეგრძელებინა ცხოვრება ღირსეულად. მაგრამ ბოლოს, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენ ნამდვილად აპატიეთ კოტეს, მედიამ დუმდა დიდი ხნის განმავლობაში. იგი უყურებდა ბაღს, სადაც ყვავილები ყვავილობდნენ, სადაც ფრინველები მღეროდნენ, სადაც ცხოვრება გრძელდებოდა მიუხედავად ყველაფრისა. პატიება, თქვა მედიამ, საბოლოოდ მისი ხმა იყო მშვიდი, მაგრამ მასში ისმოდა რაღაც, რაც იყო უფრო ღრმა ვიდრე სიტყვები. პატიება არ არის რაღაც, რაც ხდება ერთხელ და მთავრდება. პატიება არის რაღაც, რასაც შენ ირჩევ ყოველდღიურად. ზოგ დღეს მე ვირჩევ პატიებას. ზოგ დღეს მე ვირჩევ ბრას. ზოგ დღეს მე ვირჩევ მოგონებებს. მაგრამ ყოველდღიურად მე ვირჩევ არ დაუშვა ამ გრძნობებმა განსაზღვროს ვინ ვარ. და ალბათ ეს არის ის, რასაც ადამიანები უწოდებენ პატიებას, არა დავიწყება, არა გამართლება, არამედ გაშვება. გაშვება იმ ძალისა, რომელიც ამ მოგონებებს აქვს შენზე. ეს იყო პასუხი, რომელიც არავინ მოელოდა. ეს იყო პასუხი, რომელიც აჩვენებდა, რომ მედია არ იყო წმინდანი, არ იყო ზებუნებრივად ძლიერი ქალი, არ იყო ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა სისუსტეები. იგი იყო უბრალოდ ქალი, რომელიც ყოველდღიურად ებრძოდა საკუთარ დემონებს და ყოველდღიურად ირჩევდა ადგომას. და ეს იყო ის, რაც მას აძლევდა ნამდვილ ძალას, არა ის, რომ მას არ ჰქონდა სისუსტეები, არამედ ის, რომ მიუხედავად ამ სისუსტეებისა, იგი კვლავ ირჩევდა ღირსებას. ინტერვიუს შემდეგ, როცა ჟურნალისტი წავიდა, მედია დარჩა მარტო თავის ბაღში. იგი უყურებდა ვარსკვლავებს, რომლებიც იწყებდნენ გამოჩენას ღამისცაზე და ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე. იგი ფიქრობდა იმ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ოდესღაც იყო, ქალზე, რომელიც სჯეროდა, რომ სიყვარული იყო საკმარისი, რომ თუ შენ უყვარდი ადამიანს საკმარისად ძლიერად, ის არასოდეს დაგტოვებდა. იგი ფიქრობდა იმ ქალზე, რომელიც გახდა, ქალზე, რომელმაც ისწავლა, რომ სიყვარული არ არის საკმარისი, რომ ზოგჯერ ადამიანები გვტოვებენ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერად ვუყვართ მათ და რომ ეს არის კარგი, რადგან ჩვენ ვიმსახურებთ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან. მედია ფიქრობდა ყველა იმ ქალზე, რომლებსაც დაეხმარა წლების განმავლობაში, ქალებზე, რომლებიც მოდიოდნენ მასთან გატეხილები და მიდიოდნენ მთლიანები, ქალებზე, რომლებიც სწავლობდნენ მისგან, როგორ გადარჩენილიყვნენ ღირსეულად. იგი ფიქრობდა თავის მემკვიდრეობაზე, არა როგორც მიტოვებული ცოლი, არამედ როგორც ქალი, რომელმაც აჩვენა, რომ ღირსება არის არჩევანი, არა მდგომარეობა. და პირველად ამდენი წლის განმავლობაში, პირველად მას შემდეგ, რაც კოტე წავიდა, მედიამ იგრძნო რაღაც, რაც ჰგავდა მშვიდობას. არა სრულყოფილ მშვიდობას, არა მშვიდობას, რომელიც ნიშნავდა, რომ ტკივილი გაქრა, არამედ მშვიდობას, რომელიც ნიშნავდა, რომ იგი ისწავლა ცხოვრება ამ ტკივილთან. მედია ჩახავას ისტორია არ მთავრდება ბედნიერი დასასრულით, რადგან ცხოვრება არ არის ზღაპარი. მედია არასოდეს დაქორწინდა ხელახლა, არასოდეს ჰქონია სხვა დიდი სიყვარული, არასოდეს გადალახა სრულად იმას, რაც მოხდა. მაგრამ იგი ცხოვრობდა. იგი ცხოვრობდა სრულყოფილ, დიდარ მნიშვნელოვან ცხოვრებას. იგი ცხოვრობდა ცხოვრებას, რომელიც იყო მისი არჩევანი, არა გარემოებების შედეგი. და ეს იყო მისი გამარჯვება, არა იმაში, რომ მან დაიბრუნა კოტე, არა იმაში, რომ მან იპოვა ახალი სიყვარული, არამედ იმაში, რომ მან იპოვა საკუთარი თავი და არასოდეს კვლავ დაკარგა. როცა მედია ჩახავა გარდაიცვალა 2010-იან წლებში, მის დაკრძალვაზე მოვიდნენ ასობით ქალები, რომლებსაც მან დაეხმარა, ქალები, რომლებმაც ისწავლეს მისგან, ქალები, რომლებისთვისაც იგი იყო არა მხოლოდ ადამიანი, არამედ სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ ქალს შეუძლია გადარჩეს ღირსეულად, რომ ქალს შეუძლია აირჩიოს პატიება შურის ნაცვლად, რომ ქალს შეუძლია იყოს ძლიერი არა მიუხედავად თავისი ტკივილისა, არამედ მისი ტკივილის გამო. და ეს იყო მედიას ნამდვილი მემკვიდრეობა, არა ის, რომ მან აიტანა, არამედ ის, თუ როგორ აიტანა. არა ის, რომ მან გადარჩა, არამედ ის, თუ როგორ გადარჩა. არა ის, რომ მან აპატია, არამედ ის, თუ რატომ აპატია. მედია ჩახავას ისტორია არის ისტორია ყველა იმ ქალის შესახებ, რომელსაც ოდესმე გაუტეხეს გული და რომელმაც აირჩია არ გაეტეხა თავად. ეს არის ისტორია ყველა იმ ქალის შესახებ, რომელსაც ოდესმე მიატოვეს და რომელმაც აირჩია არ დარჩენილიყო მიტოვებულად. ეს არის ისტორია ყველა იმ ქალის შესახებ, რომელსაც ოდესმე ჰქონდა უფლება შურისძიებისა და რომელმაც აირჩია პატიება. და ეს არის ისტორია, რომელიც უნდა ითქვას კვლავ და კვლავ, რადგან ყოველდღიურად არიან ქალები, რომლებიც გადიან იმავე გზას და რომლებსაც სჭირდებათ იცოდნენ, რომ შესაძლებელია გადარჩენა ღირსეულად. რომ შესაძლებელია არჩევანი ძალისა სისუსტის ნაცვლად.
რომ შესაძლებელია არჩევანი სიყვარულისა სიძულვილის ნაცვლად. და რომ ეს არჩევანი არის ის, რაც განსაზღვრავს არა მხოლოდ ვინ ვართ, არამედ ვინ გავხდებით. მედია ჩახავას ისტორია დასრულდა 2010-იან წლებში, როცა მისი გული შეწყვიტა ცემა იმავე სახლში, სადაც იგი ცხოვრობდა 30 წლის განმავლობაში, მარტო იმავე სახლში, სადაც ოდესღაც იყო ბედნიერი კოტესთან, იმავე სახლში, სადაც იგი ტიროდა ღამეებში, როცა არავინ ხედავდა. მედია გარდაიცვალა მშვიდად თავის წილში და როცა მას იპოვეს, მისი სახე იყო მშვიდი, თითქოს საბოლოოდ იპოვა ის მშვიდობა, რომელსაც ეძებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მის საწოლთან იდგა ის ძველი 5 ფოტოებით, 5, რომელიც იგი ცდილობდა დაეცვა, მაგრამ ვერ შეძლო. 5, რომელიც შეიცავდა მის წარსულს, მის მოგონებებს, მის სიყვარულს, რომელიც არასოდეს გაქრა სრულად. მედიას დაკრძალვაზე მოვიდნენ ასობით ადამიანი, მოვიდნენ ქალები, რომლებსაც მან დაეხმარა, მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ მისი ისტორია, მოვიდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც იგი იყო სიმბოლო. მაგრამ ყველაზე გასაკვირი იყო ის, რომ მოვიდა სოფიკო ჭიაურელის ოჯახის წარმომადგენლები, მოვიდნენ არა იმიტომ, რომ უნდოდათ ეჩვენებინათ პატივისცემა, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნამდვილად პატივს სცემდნენ მედიას. ისინი მოიტანეს ყვავილები და წერილი, რომელიც წაიკითხა მედიას ქალიშვილმა. ამ წერილში სოფიკოს ოჯახი წერდა, მედია იყო ქალი, რომელმაც მასწავლა ჩვენს ოჯახს, რომ ღირსება არ არის ის, რაც გაქვს, როცა ყველაფერი კარგად არის. ღირსება არის ის, რაც ინარჩუნებ, როცა ყველაფერი ინგრევა. ჩვენი ოჯახი იყო ნაწილი მედიას ტკივილისა, მაგრამ მედიამ არასოდეს გამოიყენა ეს ტკივილი, რათა გაგვენადგურებინა. ამის ნაცვლად იგი გამოიყენა ეს ტკივილი, რათა გაეძლიერებინა საკუთარი თავი და დაეხმარა სხვებს. და ამისთვის ჩვენ ვართ მადლიერები. მედიას საფლავზე დადგეს ქვა, რომელზეც დაწერილია არა მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, არამედ დაწერილია სიტყვები, რომლებიც მედიამ თქვა თავის ერთადერთ ინტერვიუში. პატიება არის არა დავიწყება, არა გამართლება, არამედ გაშვება. გაშვება იმ ძალისა, რომელიც წარსულს აქვს შენზე. ეს სიტყვები გახდა მანტრა ათასობით ქალისთვის, რომლებიც ეწევიან მედიას საფლავს ყოველწლიურად და რომლებიც ტოვებენ ყვავილებს და წერილებს, სადაც ისინი უზიარებენ მედიას თავიანთ ისტორიებს, თავიანთ ტკივილს, თავიანთ გადარჩენას. რაც შეეხება კოტე მახარაძეს, ის ადამიანი, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, ის ადამიანი, რომლის არჩევანმა შექმნა მედიას ისტორია, მისი მემკვიდრეობა არის რთული. ზოგიერთი ადამიანი მას იხსენებს, როგორც დიდ მსახიობს, როგორც ნიჭიერ ადამიანს, როგორც ლეგენდას. მაგრამ სხვები მას იხსენებენ, როგორც ადამიანს, რომელმაც მიატოვა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქალი საქართველოში. და ეს ორი მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება გადაჯაჭვული, ყოველთვის იქნება ერთად, რადგან შეუძლებელია საუბარი კოტეზე მედიას გარეშე და შეუძლებელია საუბარი მედიაზე კოტეს გარეშე. ისინი იყვნენ ნაწილი ერთმანეთის ისტორიისა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გზები გაიყარა. მედია ჩახავას ისტორია არის ისტორია, რომელიც არასოდეს დასრულდება, რადგან ყოველდღიურად არიან ქალები, რომლებიც გადიან იმავე გზას, რომელზეც მედია იყო. ყოველდღიურად არიან ქალები, რომლებსაც ტოვებენ, რომლებსაც ღალატობენ, რომლებსაც ტკივის. და ყოველდღიურად ამ ქალებს უწევთ არჩევანი, არჩევანი შურისა თუ პატიების, არჩევანი სიძულვილისა თუ გაგების, არჩევანი დამარცხებისა თუ ღირსების. და მედიას ისტორია არის შუქურა, რომელიც ანათებს გზას ამ ქალებისთვის, რომელიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია არჩევანი ღირსებისა, რომ შესაძლებელია გადარჩენა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად, სულიერად, ადამიანურად. დღეს, როცა ახალგაზრდა ქალები საქართველოში გადიან განქორწინებას, როცა ისინი ტკივიან, როცა ისინი ეძებენ გზას წინსვლისთვის, ისინი ხშირად ისმენენ ერთ სახელს, მედია ჩახავა. ისინი ისმენენ ამ სახელს არა როგორც ისტორიულ ფიგურას, არამედ როგორც მაგალითს, როგორც გზამკვლევს, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ შესაძლებელია. და ეს არის მედიას ნამდვილი უკვდავება, არა ის, რომ მისი სახელი დარჩა წიგნებში ან მუზეუმებში, არამედ ის, რომ მისი გაკვეთილები ცოცხლობენ გულებში ათასობით ქალისა, რომლებიც ყოველდღიურად ირჩევენ ღირსებას, ირჩევენ ძალას, ირჩევენ ცხოვრებას. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ მედია ჩახავას შესახებ? იყო თუ არა იგი მსხვერპლი გარემოებებისა, თუ თავად აირჩია თავისი გზა? იყო თუ არა მისი პატიება ნამდვილი ძალა, თუ ეს იყო უბრალოდ გზა გადარჩენისა? და რაც ყველაზე მთავარია, რას ასწავლის ჩვენ მედიას ისტორია დღეს, ამ თანამედროვე სამყაროში, სადაც ქალები კვლავ ებრძვიან იმავე ბრძოლებს. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ახსოვთ თუ არა მედია თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს გულში. დააჭირეთ ლაიქს, თუ გჯერათ, რომ ღირსება არის არჩევანი და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა გაიგოთ მეტი ისტორიები ქალების შესახებ, რომლებმაც შეცვალეს სამყარო არა ხმაურით, არამედ ჩუმი ძალით. მადლობა ყურებისთვის და გახსოვდეთ, თქვენი ისტორია ასევე ღირს რომ ითქვას.